კრიტიკა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით და მკაცრი ტონი ევროკავშირს. ტრამპი ევროპისთვის ტარიფების ზრდას აანონსებს. ისინი თითქმის არაფერს ყიდულობენ ჩვენგან. ეს ქმნის ძალიან დიდ დეფიციტს ევროკავშირთან ურთიერთობაში. 13 დღე თეთრ სახლში და 47 პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილებები. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება, შემდეგ კი რეზოლუცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. მოიდომეს, რომ ყოველგვარი არგუმენტის, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ახალი არჩევნები დაგვინიშნონ. რატო? იმიტომ რომ რამენაირად გაათრიონ დამარცხებული პოლიტიკური ძალები. ჩვენი მოკავშირეთა საერთოდ ყველა დასავლური დემოკრატიული ძალა მუშაობს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ძალიან მარტივია. ქართული ოპოზიციისა და უკრაინული დელეგაციის მიზნები. ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების ხალხზე საუბრობს. გონჩარენკოები ხართ თქვენ თავიდან ბოლომდე, რომელიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვის დღენიადან. ერთი კომისია, 6 თვე და გამოსაძიებელი 9 წელი. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც სააშკარაოზე გამოიტანს და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცალსახად ნათელს გახდის იმ უმძიმეს დანაშაულებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში 2012 წლამდე ჩაიგდო. ბარიერ გადალახული ოპოზიციის უარი და სამუშაო ჯგუფის მიზანი. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებთ დღისა და კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედება. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების ნაწილია, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ხვალ ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანზე შეკრება მანიფესტაცია იგეგმება. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავის შეიკავონ. განცხადებაში ვკითხულობთ. ქსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის 361 დადგენილების თანახმად საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლის შესაბამისად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედება, რომელიც 2 წლამდე პატიმრობას, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა 2-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს თავის შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მიიღებს. აქვე ქსურს განმარტოთ, რომ სტრატეგიული ან და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ ცენტრალურ გზებს, კერძოდ იმ ტერიტორიას, სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული. აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი 21 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის საქმე ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. ისმის დიპლომატთა ნაწილის მოთხოვნაც გათავისუფლდეს ბათუმელების დამფუძნებელი. მმართველ გუნდში ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში დასჯადია. ეს არის სახელმწიფო საქართველო, რომელიც მოქმედებს კანონებით. კანონის მიხედვით, როდესაც შენ პოლიციას ხელს არ ტყეს, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქმედება, რის გამოც ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაშია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იყო. ქართული ოცნება ევროპული ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს და დიპლომატებს ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო აკრიტიკებს. ამბობენ, რომ ელჩები ნაცვლად იმისა პოლიციელზე თავდასხმა დაგმონ, დაკავებულის პოლიტ პატიმრად წარმოჩენას ცდილობენ. ეს ქალბატონი ჯერ იმ დღეს შემჩნეული იყო, რომ რაღაც უცენზურო სტიკერებს აკრავდა ზურგზე პოლიციელებს. ამის შემდეგ ხელწერილით გამოუშვეს. ზუსტად 9 საათში ჩაიდინა ის აღმაშფოთებელი ქმედება, როცა იყო, რომ სახეში გაარტყა პოლიციას. და ამას მოყვა ბუნებრივი ადეკვატური რეაგირება შესაბამის უწყების მხრიდან. ამის შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო. მე მაინტერესებს ელჩებს მინდა ვიმართ განსაკუთრებით ბატონ ფიშერს. პოლიციას სახეში რო სილა გაარტყა. თქვენმა მოქალაქემ რო გაარტყას, იმას სახში გაუშვებთ?
მაგაზე რეაგირება არ გექნებათ? თუ აქ ეს საქართველოს და აქ მოსულა, შეგშლიათ მაგრად თქვენს და დანარჩენ ელჩებსაც თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მე ჯანმრთელობას უსურვებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა ის არის, რომ სამედიცინო სერვისი დროულად და ხარისხიანი გაუწიოს მსჯავრდებულს. დანარჩენი იშიმშილებს თუ არა, ეს უკვე თვითონ გადასაწყვეტია მსჯავრდებულის. მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ ბრალს გადაჭარბებულს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ ჟურნალისტი მალე გათავისუფლდება, რადგან მათივე შეფასებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი არ დასტურდება. მზია ამაღლობელი არის მართლა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ამ ბოლო დღეების მანძილზე გამორჩეული, ასე ვთქვათ, ლიდერი ჩვენი საპროტესტო მოძრაობის. სამწუხაროა, რომ მისი სიცხეს ემუქრება საფრთხე, მისი თავგანწირვის გამო იმედია ძალიან მალე ის იქნება თავისუფლებაზე, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არ ჭირდება მხოლოდ სამართლის ცოდნა, ჩვენ რაც ვიხილეთ, ნათლად ჩანს, რომ ეს არ გახლავთ პოლიციელზე თავდასხმა. გავანებოთ თავი მის დანაშაულო უდანაშაულობას, მისი წინასწარი პატიმრობა არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა, მისი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, მდგომარეობის იგნორირება არის აბსოლუტური ამორალური მდგომარეობა და ვერანაირი შესაძლო დანაშაული ან შესაძლო არადანაშაული ამას ვერ გაამართლებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში ხალხის ძალა ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია და მკაცრად ისჯება. ნებისმიერი პირი, რომელიც იძალადებს პოლიციელის მიმართ, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული. აბა ხომ ვერ მეტყვით ეს სიტყვები ვის ეკუთვნის? ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის. ეს არის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო სამსახურის იგივე FBI-ის დირექტორის სიტყვები. ეხლა გამობრძანდით და დაგმეთ FBI-ის დირექტორის სიტყვები და მერე გავაკეთებთ ჩვენ კომენტარს. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელის მიმართ ხელის აღმართვა ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. მზია ამაღლობელის საქმეში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მიზანმიმართული დაუმორჩილებლობა. ყველა სახელმწიფოში უბრალოდ ყოფით ვითარებაშიც კი პოლიციელზე თავდასხმა ითვლება მძიმე დანაშაულად. როცა არანაირი, ასე ვთქვათ, პროვოცირება არაფრის არ ხდებოდა, მან პროვოკაციულად სილა გააწინა პოლიციას. აქ საქმე არის იმაში, რომ ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, გამოუცხადოს ტოტალური დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. პენიტენციალურ სამსახურში და სამედიცინო სამსახური თქვენ იცით, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ამყოფებს მას, მაგრამ მე მასაც და მათ მომხრეებსაც მოვუწოდებთ, რომ შეაწყვეტინონ, მოუწოდონ მათაც შიმშილობის შეწყვეტისკენ, მან ამით თავისი პოლიტიკური მესიჯი უკვე გააჟღერა, დანარჩენი რა თქმა უნდა უკვე სასამართლოს და აი ამ სამართლის წარმოების საქმე გახლავთ. ბათუმელების დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საპატიმროში უკვე 21 დღეა შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამაღლობელი ბათუმში 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჭხრეკა სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისინი თავად წერენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჭხრეკა. უწყების ინფორმაციით ჭხრეკის დროს დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქტივისტი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ასევე გამოკითხვაზეა გადაყვანილი ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებელი ილია ღლონტიც.
ქართული დელეგაციის გადაწყვეტილება ევროპის საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობა შეჩერებულია. წითელი ხაზი მას შემდეგ გაივლო, რაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირების მიუხედავად ასამბლეამ ქართული ოპოზიციისა და უკრაინული დელეგაციის მოთხოვნით რეზოლუციაში ხელახალი არჩევნების ჩატარება ჩაწერა. დათქმები მიუღებელია ქართული ოცნებისთვის, თუმცა ოპოზიცია სტრასბურგში შესრულებული სამუშაოთი ამაყობს. იმას, რასაც ოპონენტები საამაყოდ აფასებენ, ქვეყნის ინტერესების ღალატია ხელისუფლებისთვის. მმართველი გუნდი მზად არის დაუბრუნდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მას შემდეგ, რაც ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება. ქეთი ზანთარაიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ქეთი, რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში? სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გვესმის და ეს განსხვავებული პოზიციები, რა თქმა უნდა, არის როგორც მმართველ პარტიაში, ასევე მმართველი პარტიისგან განსხვავებით ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის გადაწყვეტილება და ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, არის სამართლიანი და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას მათი შეფასებით, რომელიც ახლა საქართველოში არის. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანება, ღალატიც კი უწოდეს მათ ოპოზიციის ამ პოზიციას და თქვეს, რომ ეს მათი მხრიდან არ უკვირთ, ვინაიდან ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიები სწორედ ამ საქმიანობით არიან დაკავებული. სახელისუფლებო პარტიისთვის ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შანტაჟის მცდელობაა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ქართული ოცნება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს. მმართველი პარტია დასავლელ პოლიტიკოსებს პროცესების ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციას კი საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულვებელყოფაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. აღიარეს ჯერ, ასე ვთქვათ, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ მერე მოინდომეს, რომ აი ესეთი შანტაჟით მომხდარიყო აქ ქვეყნის, რო იტყვიან, სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ პოლიტიკაში უხეში ჩარევა. მოინდომეს, რომ ყოველგვარი არგუმენტის, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ახალი არჩევნები დაგვინიშნონ. რატო? იმიტომ, რომ რამენაირად გაათრიონ დამარცხებული პოლიტიკური ძალების ინტერესი და მოიყვანონ ხელისუფლებაში. ჩვენ ულტიმატუმებს და ჩვენ მუქარებს არავის გაუტარებთ. იცით თქვენ, რომ საქართველოს რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით, სანამ ხდება ასეთი დაშანტაჟება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების. თქვენ ნახეთ, რომ ეს უსამშობლოები აქ ადგილობრივი ვინც ყავს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია რადიკალების, როგორ მორიგ ჯერზე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინელი აი გონჩარენკოები ერთად აი როთები და გონჩარენკოებს ვეძახიან მათ. გონჩარენკო ხო იცით რომელიც არის? პარტია არ არის დარჩენილი, რომ გამოვლილი არ ქონდეს უკრაინის რადაში, მერე გალახეს, მერე ცემეს, მერე გააპანჩურეს, ისე უკან დაუბრუნდა და აი გიჟი და ასეთი ადამიანი ყავდათ ამათ სპიკერად და ასე ვთქვათ პარტნიორად. გონჩარენკოები ხართ თქვენ თავიდან ბოლომდე, რომელიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვით დღენიადაგ. საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ უკრაინული მხარეც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია თავად უკრაინელმა ჟურნალისტმა დაადასტურა. ოპოზიციის ნაწილი, ვინც სტრასბურგში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, შედეგით კმაყოფილია. რეზოლუციის შემუშავებაში არც უკრაინული მხარის მონაწილეობას უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი პარტნიორების როლი მინიმალური იყო. ეს რეზოლუცია მიიღო 46 ქვეყნის წარმომადგენლობა. სამა პოლიტიკურმა ჯგუფმა. სოციალისტების, ლიბერალების და IPP-ის. ასევე კონსერვატორების და მემარცხენე ჯგუფების გარკვეულმა წარმომადგენლებმა. შეგვიძლია ცები ვნახოთ. უკრაინელები, რა თქმა უნდა, უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიას მხარს, მაგრამ მათი მონაწილეობა იყო მინიმალური. კენჭისყრაზე ალბათ იყვნენ, არ ვიცი, იმიტომ რომ კენჭისყრაზე 150-მდე ადამიანი იყო, ალბათ იქ მონაწილეობდნენ, მაგრამ უკრაინული დელეგაცია უფრო დაკავებული იყო, რასაც ხედავდით ჩვენ, თავისი საქმეებით, თავის უკრაინაში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით. არა მარტო უკრაინა, არამედ ყველა ჩვენი მოკავშირე და საერთოდ ყველა დასავლური დემოკრატიული ძალა მუშაობს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ძალიან მარტივი. რეზოლუციის მომზადებაში ყოველთვის ჩართულია ყველა წევრი საპარლამენტო ასამბლეისა. შესაბამისად, კითხვა არ ატარებს აზრს. ყველა დელეგატი აბსოლუტურად იყო ჩართული და რა თქმა უნდა არის ჩართული პროცესში. ასე მუშაობს ყველა დელეგატი. აბსოლუტურად. ესე მუშაობს ასამბლეა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსურდულ დათქმებს შეიცავს. აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ძალები მოქმედებენ და ამას კონკრეტული მიზეზიც აქვს.
ოპოზიციის ამოცანა იყო, რომ უფლებამოსილება არ ცნობილი იყო ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის და ამას ისინი აკეთებდნენ უკრაინის დელეგაციასთან ერთად სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაციას. მიზეზი აქაც ძალიან მარტივია, ჩვენ არ ჩავერთეთ ღია დონში, არ გავხსენით მეორე ფრონტის. სწორედ ეს არის დამოკიდებულების მიზეზი, რომელსაც ჩვენ ომის დაწყების დღიდანვე ვხედავთ, ისევე როგორც არც ომამდე, მათ შორის უკრაინა არ გამოირჩეოდა ჩვენი ხელისუფლებისადმი პატივისცემით და მეგობრობით, რადგან იცით, რომ თუ ვინმე გაიქცა და თავი შეაფარა სწორედ უკრაინას, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ხალხი უკრაინელი ხალხის ხარდაჭერას და როგორც ქართული სახელმწიფო ვაგრძელებთ სამხრივად კვლავ ურთიერთობას უკრაინის სახელმწიფოსთან. უკრაინის ხელისუფლება და ქართული აგენტურა ერთად ებრძვის სამწუხაროდ და ებრძოდა საქართველოს აქ მეორე ფრონტის დაწყებისთვის და ეხლა უკვე საპარლამენტო ასამბლეაში ერთად იბრძოდნენ აი ამ რეზოლუციისთვის, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს. უფლებამოსილებაც იქნა ცნობილი ქართული დელეგაციით, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეურაცხყოფელი დათქმები იყო იქ ძალიან, ღირსების შემლახავი და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ღირსების შემლახავ ნაბიჯზე ჩვენ არასოდეს არ მივდივართ. საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 29 იანვარს მიიღო. ასამბლეამ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების რატიფიცირების მიუხედავად დოკუმენტში კონკრეტული დათქმები ჩაწერა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ეს მოთხოვნები აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი და მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რა მიზნით იხარჯება ამერიკელი გადამხდელების ფული ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო გადარიცხვის მიზნობრიობას ადგენს, მანამდე კი ფინანსური ტრანშები იყინება. მათ შორის არის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, რომლის გავლითაც ხშირ შემთხვევაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფინანსდებიან. ვაშინგტონში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქართულ ოცნებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი გაახსენა. მმართველი გუნდი მესამე სექტორის მიერ მიღებული ფინანსების საეჭვო მიზნებზე საუბრობს. ამ ეჭვებს კი უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც უმყარებს, რომლის მიხედვითაც USAID-მა საქართველოში მხოლოდ 3 პროექტისთვის $30 მილიონ მეტი გადმორიცხა. თანხების მიზნობრიობა კი ამ დრომდე უცნობია. ლიკა ალელიშვილი მუშაობს თემაზე, რომელიც უერთდება კურიერის ეთერს. ლიკა, თუ გაკეთდა განმარტებები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან? USAID-ის მხრიდან ოფიციალური განმარტებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ჩვენ თავად მივმართეთ სათაო ოფისს ვაშინგტონში კითხვებით, თუმცა ჯერჯერობით პასუხები არ მიგვიღია. ამას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. რაც შეეხება თავად საკითხს, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგარეო დახმარებების 90 დღის ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე რამდენიმე დღეა, რაც შეფასებებისა და განხილვის საგანია. USAID იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც ასეთი შავი ფულები არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებში ირიცხებოდა რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის. ხალხის ძალის ერთ-ერთ ლიდერს ამეჭვებს ამერიკის 47 პრეზიდენტის ის გადაწყვეტილებაც უმყარებს, რომლითაც დონალდ ტრამპმა მთელს მსოფლიოში საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა, რაც საქართველოში USAID-ის საქმიანობასაც შეეხო. გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მიზანია გააკონტროლოს მათ შორის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხების გადარიცხვის მიზნობრიობა. მე მინდა საზოგადოებას ასევე შევახსენო, ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, მათ შორის ჩვენი ხალხის ძალის განცხადებები, წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტრიალებდა შავი ფული, ჯერჯერობით სამწუხაროდ ამ დრომდეც ნაწილობრივ მაინც ტრიალებს და ამ შავ ფულს ჭირდებოდა რეგულაცია. სწორედ ამიტომ შემოიტანეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელთან დაკავშირებითაც ატეხეს ის ამბავი, რომ თითქოს ეს იყო რუსული და ასე შემდგომ. ჩვენ გამჭვირვალობის კანონი რომ მივიღეთ და ამბობდნენ ეს არის რუსული კანონი. ტრამპმა ამ გამჭვირვალობის აღსასრულებლად მიიღო ბრძანება, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანება, სადაც დაწერა, რომ არათუ გამჭვირვალე უნდა იყოს თანხები არასამთავრობო სექტორში, არამედ საერთოდ აკრძალა 3 თვით და 3 თვის შემდგომ მხოლოდ იქ გადარიცხავს, რომელიც მოემსახურება არა ურთიერთდაპირისპირებას და რევოლუციურ სცენარებს, არამედ მშვიდობას. ოპოზიციის შეფასებით ამ დრომდეც USAID თანხებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის ხარჯავდა. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად ისევ განახლდება. დაუნახავობა და უმადურობა, როდესაც ასეთ ორგანიზაციას, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ინსტიტუციურ განვითარებაში, ბრალსდებ და პირიქით
ასე ვთქვათ, იმის მაგალითად რომ მადლობა გადაუხადო, კრიტიკის არცეს ხშირად ატარებდა. ეს დახმარებები ხმარდებოდა დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს, სოფლის მეურნეობის მიმართულებას, საგანმანათლებლო მიმართულებას, ამიტომაც მოხარული ყიჟინა ამასთან დაკავშირებით ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ქართველი ხალხის არ ისმის ქართული ოცნების წარმომადგენლობას. სწორედ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი მმართველი გუნდის შეფასებით. სახელისუფლებო პარტიაში უცხოური დაფინანსებით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის არაერთ მცდელობაზეც საუბრობენ. ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაშია საუბრობთ, რომ სამწუხაროდ საერთაშორისო დახმარებები, მათ შორის საგრანტო დახმარებები, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო მიზნებისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის. მათ შორის კრებსითად, რასაც ქვია, ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მომზადება მოწყობისათვის. და ეს რეალობა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით და რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ რაღაც გამოგონილ თემებზე საუბრობთ და კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და რატომაც არ უნდათ ეს გამჭვირვალობა დღეს უკვე დღესავით ნათელი არის. ის მოვლენები, რაც დაიწყო აი ბოლო 1 წლის განმავლობაში, ეს ბუნებრივი სპონტანური არის. ეს ხო კარგად ორგანიზებული აგენტურის მხრიდან. ადგილობრივი აგენტურის შესრულება, მათი პატრონების დაფინანსებით და იმ ჩაშლილი მესიჯ ბოქსებით. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს ფინანსდება გარკვეული ჯგუფების მხრიდან, გარკვეული ორგანიზაციების მხრიდან. ამიტომაც იყო იმ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რაც მივიღეთ. აი ამიტომ იყო გაიგიჟეს თავი, რომ არ უნდათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება. ეხლა აგერ ბატონო, გამჟღავდა. მათ შორის ერთ-ერთი USAID, რომელიც მილიონობით აფინანსებს აი ამ ავანტიურებს. ამიტომაც იყო, რომ ის ტრამპის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც მოვიდა, მაშინათვე შეაჩერა და თქვა, რომ დიახ, გადაიხედება ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დახარჯული თანხები ამა თუ იმ ქვეყანაში. და სწორი მიდგომაა. ამერიკელები ხალხის ფული ემსახურებოდა რას? რომ გიგაურებმა, ლომჯარიებმა და ამ უსამშობლოებმა შემდეგ გადატრელებები მოახდინონ. უცხოურ მედიაში ამერიკელი ჰაკერების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია არამომგებიან გრანტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ USAID-მა საქართველოში 3 პროგრამისთვის $30 მილიონ მეტი დახარჯა. გრანტები ოფიციალურად გამოყოფილია სასამართლო, მედია და სამოქალაქო განათლების განვითარებისთვის. პროექტების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომაც გაავრცელა. ირკვევა, რომ შეჩერდა USAID-ის მიერ 20 მილიონით დაფინანსებული პროგრამა East Western-ი, ასევე AIREX-ის სხვადასხვა პროექტი. ამავე მედიის ცნობით, იმ პროგრამების ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდათ, აქტიურად აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 3 თვით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი 21 იანვარს მოაწერა. დღეს კი როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს. ტრამპის პოლიტიკური კომპასი მხოლოდ ამერიკული დაფინანსების მიზნობრიობაზე არ ჩერდება. 13 სამუშაო დღეში ამერიკის 47 პრეზიდენტმა სამშვიდობო პოლიტიკაზე აქტიური მუშაობა დაიწყო. ხელშესახებ შედეგებზე კი უკვე აქტიურად საუბრობს. დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მოსკოვთან მუდმივი დისკუსია აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს ესაუბრა თუ არა პირადად ვლადიმერ პუტინს. ამერიკის პრეზიდენტს ხისტი პოლიტიკა აქვს ევროკავშირის მიმართაც. ტრამპი ევროპას ახალი ტარიფებით ემუქრება. ოვალურ კაბინეტში მერიასთან გამართულ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დისკუსიას აწარმოებს. არის თუ არა კრემლში დონალდ ტრამპის საკონტაქტო პირი თავად ვლადიმერ პუტინი, ჟურნალისტის ამ კითხვაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ უკრაინაში ომის დასრულება მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაწარმოებთ დისკუსიებს რუსეთთან. უკვე ესაუბრეთ ვლადიმერ პუტინს. არ მინდა ამ საკითხის დეტალურად განხილვა, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზული დისკუსიები გვაქვს. ვცდილობთ ამ ომის შეჩერებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის გახანგრძლივება დაუშვებელია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ათასობით გარდაცვლილი ჯარისკაცი და ნანგრევებად ქცეული ქალაქები 47 პრეზიდენტისთვის იმის უთხუარი მტკიცებულებაა, რომ ომი უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ რაღაცის გაკეთებას, რაც ცვლილებებს გამოიწვევს. გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არც დაიწყებოდა, ამიტომაც მინდა რომ დასრულდეს. ეს არის საშინელი ომი, მილიონობით ახალგაზრდა იღუპება, ძირითადად ფრონტის ხაზზე, უმეტესად ჯარისკაცები. განადგურებულია ქალაქები, ისინი ნანგრევებს დაემსგავსა. ეს უბრალოდ უაზრო სიტუაციაა, რომელიც უნდა შეჩერდეს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ ამერიკის შეცვლილი მიდგომა. პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა ალიანსის დაფინანსება მას შემდეგ გაზარდეს, რაც ახალმა ადმინისტრაციამ მათ ულტიმატუმი წაუყენა. და ახლა ნატოს მსხვილი დამფინანსებლები ამერიკასთან ერთად უკვე სხვა წევრი ქვეყნებიც არიან. სანამ მე მოვიდოდი ნატოს თითქმის 100%-ს უხდიდით მხოლოდ ცუდი სავაჭრო გარიგებების მისაღებად. ახლა კი გათანაბრდა. სხვა ქვეყნებმა გადაიხადეს 440 მილიარდი დოლარი. კი, მე მათთან მივედი და ვუთხარი, უნდა გადაიხადოთ. და თუ არ გადაიხდით, ჩვენ არ დაგიცავთ. ეს ძალიან მარტივია. ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართაც. ტრამპი ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები შტატებს უსამართლოდ ექცევიან. სწორედ ამიტომ ის ევროკავშირიდან იმპორტზე ტარიფების გაზრდას აანონსებს. ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? აბსოლუტურად. ძალიან ცუდად გვექცევიან. ისინი არ ყიდულობენ ჩვენს ავტომობილებს, არ ყიდულობენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ფაქტობრივად ისინი თითქმის არაფერს ყიდულობენ ჩვენგან. ეს ქმნის ძალიან დიდ დეფიციტს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტარიფები უწესდება ჩინურ, კანადურ, მექსიკურ იმპორტსაც. თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტი მის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას იწყებს. ტრამპი მეზობელ ქვეყნებს არაერთ მძიმე ბრალდებასაც უყენებს. პრეზიდენტი დააწესებს 25%-იან ტარიფს მექსიკურ იმპორტზე, 25%-იან ტარიფს კანადურ იმპორტზე და 10%-იან ტარიფს ჩინეთზე. იმ უკანონო ფენტალინის გამო, რომელიც მათ იყიდეს და შემდეგ მისი გავრცელება დასაშვები გახადეს ჩვენს ქვეყანაში, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით მილიონი ამერიკელი. ეს ის დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტმა გასცა და შეასრულებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ტრამპმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გადაწყვიტოს ვენესუელას ეხება. ამერიკის 47 პრეზიდენტი მადუროს მისი მოქალაქეების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დიქტატორის გაძლიერებაში მთავარი როლი ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა შეასრულა. ჩვენ ვენესუელასთან დაკავშირებით რამეს აუცილებლად მოვიმოქმედებთ. ვენესუელა ძალიან უიღბლოა. ძალიან გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ ბაიდენი ვენესუელასგან ნავთობის ყიდვას დათანხმდა. იმიტომ რომ ამ პერიოდში ვენესუელის საკითხი თითქმის დასრულებული, დიქტატორი კი დასუსტებული იყო. და როცა ბაიდენი გამოვიდა და მათგან მილიონობით ბარელი ნავთობი იყიდა, მან მადურო გააცოცხლა. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ეს სისულელე გამეორდეს. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორედ შევიდა, ამერიკის პოლიტიკური მმართველობის სტილი რადიკალურად იცვლება. ხელისუფლებაში დაბრუნებიდან 13 დღის შემდეგ მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას უკვე ხედავს. სანამ სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება, უკრაინაში ომი გრძელდება. დღეს ოკუპანტის სამიზნე სხვადასხვა ოლქი გახდა. რუსული რაკეტა ქალაქ პოლტავაში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 10 ადამიანი. აფეთქების ხმა ისმოდა სუმის ოლქშიც, სადაც უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულია 13 პირი. ოკუპანტი ოდესის ოლქსაც უტევს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა რუსული ხელწერა, რაც სოფლიოს მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საათობრივად ვიღებთ შეტყობინებებს სუმში არსებული მდგომარეობის შესახებ. რუსული შაჰედის ჩამოვარდნის ადგილას მუშაობა გრძელდება. დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, 9 ადამიანი დაიღუპა, უსამძიმრებ ყველა ოჯახს. დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ყველას გაუწიეთ საჭირო დახმარება. რუსული ქმედებების დამახასიათებელი ნიშანი ნგრევა და ოჯახების განადგურებაა. ყოველი ასეთი დარტყმა მოითხოვს სამყაროსგან პასუხს. ტერორი დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. ერთი კომისია 6 თვე და გამოსაძიებელი 9 წელი მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს. ორი დღე საგაზაფხულო სესიის გახსნამდე და დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომელმაც მუშაობა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. მიზანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებების გამოძიება. ქართული ოცნება კომისიის შექმნას საზოგადოების დაკვეთით ხსნის და მუშაობის პრინციპებზე საუბრობს. პროცესს ემიჯნება ოპოზიცია, თავად სამიზნე პარტია კი ფაქტ რეალური პრობლემიდან უმნიშვნელოზე გადატანის
მცდელობა თაფასებს. მუშაობა იწყება წინ 6 თვე და სამართლებრივი შეფასებაა მოსამზადებელი. ნანა გოგატაძე უერთდება დეტალებით კურიერის ეთერს. ნანა, რატომ ამბობს ოპოზიცია უარს საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე? 48 საათზე უფრო ნაკლები რჩება იქამდე, ვიდრე მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას დაიწყებს. მომდევნო კვირიდან საკანონმდებლო ორგანოში დროებით საგამოძიებო კომისიაზე მუშაობა დაიწყება, თუმცა ამ პროცესებს ემიჯნება ოპოზიცია. ბარიელ გადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს თემა და წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებების გამოძიება ახლა საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. ბუნებრივია, საპირისპირო პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის ლიდერებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ. შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც სააშკარაოზე გამოიტანს და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცალსახად ნათელს გახდის იმ უმძიმეს დანაშაულებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში 2012 წლამდე ჩაიდინა. მომდევნო კვირიდან პოლიტიკურ დღის წესრიგში მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დგება. ორშაბათს მე-11 მოწვევის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. კომისიამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიწვიოს, მოამზადოს დასკვნა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება. 2012 წლის შემდგომ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, რომელიც 2012 წლამდე უამრავ დანაშაულს ჩადიოდა საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან, იყო გასამართლებული. არის 100-მდე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი, სადაც პირდაპირ არის დადასტურებული ნაციონალური მოძრაობის სისტემური დანაშაული, რასაც ის ჩადიოდა საქართველოში, თუმცა საბოლოოდ მაინც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს თავისი სახელი არ დაერქვა დღემდე. პროცესში მონაწილეობის მიღებას არაპირებენ ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები. მანამდე ნაციონალური მოძრაობა ჯერ არ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას არალეგიტიმურად უკვე აცხადებს. სხვებისთვის კი მმართველი გუნდის ინიციატივა პოპულიზმი და სანახაობის გათამაშებაა. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ამიტომაც ნებისმიერი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეიქმნება, არ გახლავთ ლეგიტიმური. მათ არასოდეს არ აქვთ იმის საშუალება, რომ რეალურ პრობლემებზე იზრუნონ, ქართული ხალხის გულისხმობ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, ეხლა უკვე ძალიან ეგზისტენციალური საფრთხეების გადაჭრას, რაც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას თუნდაც უკავშირდება და ამიტომაც მუდმივად საუბრობენ ვიღაცა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების აკრძალვაზე, მათ ასე ვთქვათ, გასამართლებაზე და ასე შემდეგ. არავის არ შეუშლია ხელი, მაშინ როდესაც დააპატიმრეს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, თუ რამეს გაკეთება უნდათ, ამის რესურსი აქვს, არავინ ხელს არ უშლის. უბრალოდ მათ უნდათ ეს მიზანშეწონილობით ხან იჭერდნენ, ხან არ იჭერდნენ, დღესაც გამოძიების ფარგლებში მათ ხარეს ან ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ის ადამიანია ნაციონალური მოძრაობის თავის დროინდელი სახეები, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებში. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კონკრეტულ დანაშაულებში ბრალი მიუძღოდეს. ქართული ოცნების ლიდერები ოპონენტებს ახსენებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა. ამას კი მათ ქვეყნის უზენაესი კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი ავალდებულებს. ხალხის ძალაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების უკვე არსებულ მტკიცებულებებზე საუბრობენ და მოლოდინი აქვთ, რომ ძველს ახლებიც დაემატება. კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის გასასამართლებლად უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, თვითონ კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერების აღიარებითი ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები 2008 წლის ომის დროს. მოლოდინია, რომ დამატებითი მტკიცებულებებიც იქნება იმისა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე და შემდგომი უწყებების გაგრძელების საფუძველზე უკვე აღარ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში. საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროცესი აუცილებლად იქნება და უნდა იყოს მსგავსი ნიურნბერგის პროცესის. ეს პოლიტიკური შეფასება სულ მცირე ამ საკითხს სჭირდება, იმიტომ რომ საზოგადოება, როგორც ქვეყნის შიგნით, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, იყოს იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასების მქონე დოკუმენტის, ასე ვთქვათ, წამკითხველი, რომ ის, რაც მართლაც საშინელება ხდებოდა საქართველოში რეალურად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც თავის თავში მოიცავდა
არჩევნების მონოპოლიზაციას და გაყალბებას, მედიის სრულ მონოპოლიზაციას, იმ დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია, რაც საქართველოს 2008 წლის ომის ოკუპაციის და ეგრეთ წოდებული აღიარების შედეგად უმძიმესი პოლიტიკური შედეგი დაუდგა. დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვე იმუშავებს. საბოლოოდ კი სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. დოკუმენტი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გაეგზავნება. ისტორიის ახალი ფურცელი და შესაძლებლობების ახალი ფანჯარა. საქართველოს ერთიანი სატრანზიტო სისტემის ნაწილია. ჩვენმა ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი კიდევ ერთი ვალდებულება შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთის გადაზიდვისთვის საკმარისი მხოლოდ ერთი დოკუმენტი იქნება. ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლა და ექსპორტის ხელშეწყობა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ პოზიტიური შედეგების, რასაც სიახლე გულისხმობს. საქართველოსთან ერთად ერთიანი სატრანზიტო სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს ჯამში 36 ქვეყანას აერთიანებს. დავიწყეთ აქტიური მუშაობა და ველოდებთ პირველ სუბიექტს. საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ ვალდებულებას ასრულებს. ქვეყანა ერთიანი სატრანზიტო სისტემის ნაწილი გახდა. დღეიდან ტვირთის გადაზიდვისთვის საკმარისი მხოლოდ ერთი დეკლარაცია და გარანტია იქნება. STS არის პროგრამა, რომელთაც უახლოვდებთ ევროკავშირის სტანდარტებს, იმდენად რამდენადაც შეესაბამება ჩვენი განხორციელებული პროცედურები მათ მოთხოვნებსაც. კერძოდ 36 ქვეყანას შორის ვცვლით ტრანზიტულად გადაადგილებულ მანქანებს შორის ინფორმაციას. ერთი გარანტიის ფარგლებში ხდება გადაზიდვა. შესაბამისად უფრო ინფორმირებული ვართ ერთმანეთის მხრიდან განხორციელებული პროცედურებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ. გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ამასთან დაკავშირებით საუბრობენ ექსპერტები. ამბობენ, რომ სიახლე ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში. ეკონომიკურად ეს ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას თლომა კონდეს 36 სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მათ კონდეს შესაბამისად ჩვენი საზღვრის კვეთის მონაცემები ცალკეულ პროდუქტებზე, რაც ამარტივებს ზოგადად საქმეს, თუმცა პოლიტიკურად ეს მოცემულ მდგომარეობაში შეიძლება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ საქართველოს არათუ შორდება, არამედ კიდევ ერთხელ უახლოვდება ევროკავშირის გარკვეულ სტრუქტურებს და გარკვეულ პროცედურებს. ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად გაიზრდება ტვირთბრუნვა, სანამ ის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს რამოდენიმეჯერ ეწვია ევროკავშირის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე შეამოწმებს საკმაოდ საფუძვლიანად, ხო, და ამის საფუძველზე უკვე შემდეგ მიენიჭა საქართველოს სწორედ ეს სტატუსი. საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები, ორგანიზებული გადაზიდვები და ზოგილი დრო და ფინანსური რესურსი ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ექსპორტიორები, იმპორტიორები და საბაჟოს ფორმალურ პროცედურებში ჩართული პირები ისარგებლებენ. საქართველოს ამ ერთიან ქსელს შეუერთდა და ამისთვის ჩვენმა სამსახურმა ერთობლივად ევროკომისიასთან ერთად დიდი შრომა გაწია 2018 წლიდან მოყოლებული. მუშაობს აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული helpdesk-ი 24 საათი რეჟიმში, რომლებიც დახმარებას გაუწევენ როგორც შიდა თანამშრომლებს და ჩართულ პირებს ამ NCTS-ის პროგრამაში, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ჩვენ შეუერთდით ერთიან ახალ სატრანზიტო კომპიუტერიზებულ სისტემას. ჩვენ საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი დეკლარაცია უზრუნველყოფს მათ, ასე ვთქვათ, უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას 37 ქვეყნის მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ზოგავს დროს შესაბამისად ფინანსებს მეწარმე სუბიექტებისთვის. ერთიანი სატრანზიტო სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ჯამში 36 ქვეყანას აერთიანებს. ჩამონათვალშია თურქეთი, სერბეთი, მაკედონია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა დროსაც მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების მნიშვნელობას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებები ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გათვალისწინებით ხელს არ უწყობს მიმდინარე ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება.
4-ჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს 2024 წელს კაკლის ადგილობრივმა ექსპორტმა $2 მილიონ შეადგინა. ხელშეწყობა გრძელდება, თანადაფინანსების პროგრამები კი ფერმერებისთვის ისევ ხელმისაწვდომია. კაკლოვანი კულტურების განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, ერთ-ერთი მიზანი კი მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია. გასულ წელს ადგილობრივ ექსპორტზე გატანილი უმაღლესი ხარისხის ნუშისა და კაკლის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. შედეგებიდან გამომდინარე, პროგნოზები კიდევ უფრო პოზიტიურია, რაზეც დარგის ექსპერტები საუბრობენ. გაშენდა 2017 წელს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების დახმარებით. კახეთში სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები გურამ ნაკაშიძე ერთ-ერთია, ვინც კაკლის ბაღები სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ხელშეწყობით გააშენა. ესპანური ემიგრაციიდან დაბრუნებულმა დანერგე მომავლის და შეღავათიანი აგროკრედიტის შეთავაზებით ისარგებლა და უკვე მერვე წელია 83 ჰექტარი მიწის ფართობიდან ჩანდლერის, ჰოვარდის და ლარას ჯიშის ნიგოზის მოსავალს იღებს. როგორც თავად ამბობს, სამშობლოში ბიზნესის დაწყებისთვის თანადაფინანსების პროგრამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა კაკლის ბაღი. ჰქონდა დანაზოგი 30 ჰექტრის გასაშენებლად, მაგრამ აი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების და ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით შევძელით ეს ფართობი გაგვეზარდა 83 ჰექტრამდე. სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით საქართველოში კაკლოვანი ნედლეულის წარმოების გაზრდამ, მისი გადამუშავების და შენახვისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროება გააჩინა. გამოწვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაერთო და ამ დროისთვის ქვეყანაში კაკლის და ნუშის 10 გადამამუშავებელი და 15 ერთეულის შემნახველი საწარმო ფუნქციონირებს. მხოლოდ გასულ წელს ობიექტებმა 750 ტონაზე მეტი ადგილობრივ ექსპორტზე გასატანი ნედლეული დაამუშავეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ანიგოზია, რომლის აშენება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 600,000 ლარის თანადაფინანსებით განხორციელდა. ჩვენმა საწარმომ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც დაგვეხმარა იმ თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შეძენაში, რომლის საშუალებითაც დღეს ვახორციელებთ ესეთ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ გადამუშავების პროცესს. 2024 წელი რომ შევაჯამოთ, იყო ძალიან საინტერესო წელი. მივიღეთ 3500 ტონაზე მეტი ქართული კაკლის მოსავალი. პირველად ქართული კაკლის ექსპორტი დაფიქსირდა ევროკავშირის ბაზარზე. დღესდღეობით ჩვენ გვყავს 35 თანამშრომელი მუდმივი, თუმცა სეზონურად მოსავლის აღების პერიოდში ჩვენ აუცილებლად გვიმატება თანამშრომლების რაოდენობა. დღეს უკვე ქართული წარმოების უმაღლესი პროდუქტი გადის როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. გასულ წელს პროდუქციის რაოდენობამ რეკორდი მოხსნა. ღირებულებამ კი $2,500,000 გადააჭარბა. კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე პოტენციური მომხმარებლის მოსაზიდად და საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გასაზრდელად გამოფენებში მონაწილეობისთვის სოფლის განვითარების სააგენტო ეხმარება. კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში კაკლოვანი კულტურის განვითარების მეტი პოტენციალია და მიზნის მიღწევაში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას გადამწყვეტად მიიჩნევენ. ევროკავშირში არსებული ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნულ პროდუქციას, ისინიც იღებენ აღნიშნულ დახმარებებს თავიანთი ქვეყნებიდან, შესაბამისად ჩვენ ქართველი მწარმოებლები ვდგებით თავდაპირველ როლში საერთაშორისო ბაზარზე, როდესაც შევდივართ ერთმანეთთან კონკურენციაში. არაერთი პროგრამა, რომელიც ფერმერებსა და კომპანიებს ეხმარება, სოფლის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტომ კაკლოვანი კულტურის განვითარებისთვის 10 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. შეღავათიანი აგროკრედიტის, დანერგე მომავლის და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არსებული პროექტები გრძელდება და მოქალაქეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. ჩვენ მხარს უჭერთ საერთაშორისო სტანდარტის და თანამედროვე ბაღების გაშენებას, რაც შედარებით ახალი დაწყებულია საქართველოში, შესაბამისად მოსავლიანობაც უფრო იზრდება, ხარისხიც თვითონ პროდუქციის უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი დაინტერესებაა ჩვენი ფერმერების, რომ ჩაერთონ ჩვენს პროგრამებში. 2024 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოდან კაკლის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ, ხოლო ნუშის ექსპორტის 140%-ით გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებს შორისაა იტალია, თურქეთი, უზბეკეთი, რუსეთი და ალბანეთი. დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯუზეპე ვერდის სუკდავი ოპერა ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტების შესრულებით. ალფრედი და ვიოლეტას მარადეულის სიყვარულის ამბავის ამ მოქმედებად მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით აღშფოთება. მაყურებელი ვიოლეტას ტრაგიკული სიყვარულის ამბავს ხვალ ნახავს. სულ მალე კი დიდ სცენაზე ვიქტორ დოლიძის ქეთო და კოტეც გათამაშდება. ჯუზეპე ვერდის ტრავიატას ხშირად ვალსების ოპერასაც უწოდებენ. პრემიერა 1853 წელს ვენეციის საოპერო თეატრში შედგა. წლების შემდეგ ლირიკულ ფსიქოლოგიურ ოპერაში მონაწილეობა არაერთმა გამორჩეულმა ქართველმა თუ უცხოელმა ხელოვანმა მიიღო. რამდენიმე დღეში კი მას კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები შეასრულებენ. ძალიან ამაღლებული განწყობაა იმის გამო, რომ პირველად ვასრულებთ თითქმის ყველა მონაწილე ამ ოპერაში ჩვენს როლებს, მე მაგალითად ვარ ვიოლეტა და ეს არის ჩავთვალოთ ჩემი პრემიერა ამ როლში. არის ძალიან საპასუხისმგებლო და ორმაგად საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ არის ოპერის სცენაზე და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე მოგვიწია ამ სცენაზე გადმოსვლა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ ყველა და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ალფრედი და ვიოლეტა, ანუ ამბავი მარადიულ სიყვარულზე. ალექსანდრე დიუმას რომანი და ჯუზეპე ვერდის ტრავიატა ახლებური ინტერპრეტაციით, სადაც მთავარი გმირების როლს ერთდროულად რამდენიმე სოლისტი ასრულებს. შეიძლება მაყურებელს ცოტა გაუკვირდეს, რომ მოვა და ნახავს ორი ვიოლეტა და სამი ალფრედი, ორი ჟერმონი და ესე გავყავით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს ბაკალავრიატის და მაგისტრის დამამთავრებლებს და მაგისტრებს აქვთ მოვალეობა, რომ კრედიტები დააგროვონ საოპერო სპექტაკლებში, ანუ იმღერონ გუნდთან და ორკესტრთან ერთად. მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ოპერა, ტრავიატა სამ მოქმედებად, მრავალფეროვანი დუეტებითა და არიებით, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები, გუნდი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. ძალიან მონდომებულები არის ახალგაზრდები და აი დღეს გენერალურია და მშვენივრად აჩვენებენ თავის თავს. ამიტომ ძალიან გახარებული ვარ, ესეთი თაობა მოდის. ტრავიატაზე ამბობენ, რომ ვიოლეტას პარტიის შემსრულებელი უნდა იყოს სამი ქალი, იმდენად სხვადასხვა სირთულეებია სხვადასხვა აქტებში. რომ სამი შემსრულებელი უჭირდებაო, რომ ამიტომ ძალიან თუ ერთ-ერთ რთულ პარტიად იწვევ, იმიტომ რომ არის მაღალი ნოტებიც, არის ცენტრალური ნოტებიც, არის ძალიან ემოციური პარტია. ვიოლეტას ტრაგიკული სიყვარულის ამბავს მაყურებელი ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე 2 თებერვალს ნახავს. ასეთ იყო კურიერი 9 საათზე. დარჩით რუსთავი ორზე, წინ გელოდებათ სერიალი მიხო და მარო. ნახვამდის.